ტრიბუნასთან ვთხოვთ მის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებს. ძვირფასო სტუმრებო, ძლიერი ქართული პოლიცია, ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს სიმბოლოა. გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში განუხრელად იქნება დაცული წესრიგი. გეცვას პოლიციელის ფორმა, დაატარებდე მუნდირს, მხოლოდ იმ ღირსეულ ადამიანთა ხვედრია, ვინც მზადაა დაუფიქრებლად გაწიროს საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად. შეუფასებელია თითოეული პოლიციელის მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლი. თქვენი დაუღალავი შრომა, სიფხიზლე, თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი შვილების და შვილიშვილების კეთილ მომავალს. მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა არის ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელი თითოეული სრულფასოვანი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას თითოეული ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, სოციალური კეთილდღეობა, სრულფასოვანი განათლება, საჯარო სერვისების გამართული მუშაობა და ხელმისაწვდომობა. ამიტომაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის შესაბამისად სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე. ვერავინ შეძლებს შეარყიოს ქართველი ხალხის ნება, გავაგრძელოთ ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცული იქნება ჩვენი ისტორია, კულტურა, სარწმუნოება, ოჯახური ღირებულებები და ეროვნული თვითმყოფადობა. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას. დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იცავთ სამშობლოს სანუკვარ იდეას, რომელსაც საქართველო ქვია. სწორედ ამიტომ სურს კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დაგაჯილდოვოთ. გისურვებთ ერთიან, ძლიერ, წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, დიდი მადლობა. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა საქართველოს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს. ღირსების ორდენი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ შალვა ბედოიძეს. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის გენერალ-მაიორ იოსებ ჭელიძეს. ღირსების ორდენი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ გიორგი ბუთხუს. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პოლიციის პოლკოვნიკ ალექსანდრე დარახველიძეს. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ხარაზიშვილს. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა პოლიციის პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილს. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ვაჟა სირაძეს.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ თეიმურაზ კუპატაძეს. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა პოლიციის პოლკოვნიკ მილელი ლაგაზაურს. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა პოლიციის პოლკოვნიკ მირზა კეზევაძეს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ დაფასებისთვის, სახელმწიფო ჯილდოს ღირსების ორდენის გადმოცემისთვის. ეს მერწმუნეთ ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან დიდი პატივია. არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა და არ აღვნიშნოთ თქვენი ყოველდღიური მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომელიც თითოეულ პოლიციას, როგორც რიგითებს, ასევე ჩვენ ხელმძღვანელი პირები ვხედავთ ამას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევიდან ყველა პოლიციერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. იმ შრომისთვის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ 24 საათის განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს გვერდში დგომისთვის. და ბოლოს მინდა მოგცეთ პირობა, რომ გადმოცემული ღირსების ორდენებს თითოეული ჩვენთაგანი მთელი ცხოვრება ღირსეულად ვატარებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.